რა გელოდებათ ივნისის თვეში მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით დღეს ორ ვარიანტად ვნახოთ საჯარო გაშლად, ემით თუ რა გველოდება ივნისის თვეში. Ახლავე დავერიგებ თქვენთვის ვარიანტებს. რა ელოდება ივნისის თვეში პირველ ვარიანტს და რა ელოდება მეორე ვარიანტს. Გვებსაც ახლავე დავამატებთ პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი და ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი მეგობრებო. და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან და ვნახოთ პირველი ვარიანტი თქვენ რა მოგიმზადათ ივნისის თვე. რას მოგიმზადებთ უბრალოდ. და პენტაკლების პაჟი. პირველ რიგში ეს არის გარკვეული მატერიალური საკითხების მოგვარება. ეს არის დაკვირვება საკუთარ ფინანსურ ენერგიაზე, გარკვეული დასკვნების გაკეთება. ეს იცით როგორი პროცესი არის, როდესაც თქვენ ხართ კონცენტრირებული ენერგიაზე თავად და უშუალოდ ფინანსურ ენერგიას გულისხმობ და აკეთებთ გარკვეულ დასკვნებს. აკეთებთ დასკვნებს იმის შესახებ თუ სად რა და როგორ უნდა გააკეთოთ, რა და რის გამო მოხდა. ასეთ მიზეზ-შედეგობრივ ასპექტებს აანალიზებთ ფინანსების კუთხით. ნახოთ აბა კიდევ რა გელოდებათ ივნისის თვეში პირველი ვარიანტი. ნახოთ აბა ზოგადად რა გელოდებათ პირველ რიგში. ნულოვანი არკანი, განახლება და თასების ტუზი, იმპერატორი კაცი. მეგობრებო, სრული ენერგეტიკული განახლება გელოდებათ აქ პირველი ვარიანტი. ყველანაირი გაგებით, განსაკუთრებით ეს ეხება ფინანსურ და ემოციურ ასპექტებს, იმიტომ რომ აქ იგრძნობა ის, რომ ძალიან ბევრი თქვენგანი ბევრს დარდობს გარკვეულ ფინანსურ საკითხებზე, ბევრი თქვენგანი დარდობს რაღაც ურთიერთობების საკითხებზე. აი, ნახეთ, არ არის აუცილებელი აქ იყოს დარდები და ფიქრები რაღაც სასიყვარულო ურთიერთობებზე, ხო? აქ შეიძლება უბრალოდ იყოს ის მომენტი, რომ კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობა არ გასვენებდეთ, ვერ გასვენებდეთ, არა რომანტიკული თვალსაზრისით, არამედ სხვა რაღაც თვალსაზრისით. ხვდებით ხომ? პლუს ამასთან ერთად ისიც ჩანს პირველი ვარიანტი, რომ თქვენს რეალობაში არის კონკრეტული ადამიანი, იმპერატორი კაცის არკანი. ვიღაცისთვის ეს არის რა თქმა უნდა მამაკაცი, მაგრამ ზოგი თქვენგანის შემთხვევაში ეს არის ქალი, რომელიც თითქოს და ცდილობს თქვენზე ნეგატიურად ზეგავლენას, არა მაგიურად, არამედ ზოგადად ნეგატიურად თითქოს ენერგიას გაჭამთ, ცდილობს რომ გააუფასუროს თქვენი რაღაც შრომა, თქვენი რაღაც ქმედებების შესაძლოა და თითქოს ამ ადამიანის მეშვეობით ბევრი ენერგია გერთმევათ და იფიტებით. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს ივნისის თვეში. არკანი მზე, არკანი კვერთხების დედოფალი, კვერთხების ცხრიანი და თასების შვიდიანი. მეგობრებო, რისი თქმა შემიძლია აქ და პირველ რიგში მზე ნამდვილად გამოანათებს თქვენს ჰორიზონტზე პირველი ვარიანტი, რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს. ნახეთ, უკვე სამი უფროსი არკანი ყავს. აქ მოდის განახლება და ეს განახლება ძირითადად იქნება შინაგანად და ემოციურად. ელოდებით ივნისის თვეში რაღაც მაინც და მაინც გლობალურ ცვლილებებს და გარდატეხებს, ხო? მე იმას არ ვამბობ, რომ რაღაც გლობალური ცვლილებები და გარდატეხები არ მოხდება, რა თქმა უნდა, ზოგი თქვენგანის შემთხვევაში მოხდება კიდევაც, ზოგი თქვენგანის შემთხვევაში არ მოხდება სამწუხაროდ, მაგრამ ამას ხას იმიტომ ვუსვამ, რომ არ ვგულისხმობ უშუალოდ რაღაც გარე ცვლილებებს, მე ვგულისხმობ შინაგან ცვლილებებს. აქ ყველაზე ინტენსიურად ჩანს შინაგანი ცვლილებები და შინაგანი ცვლილებები, როდესაც ხდება, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება გარე ცვლილებებიც, ხო? იმიტომ რომ ყველაფერი იწყება ჩვენი აზრით, ჩვენი ცნობიერით, ჩვენი სამყარო ისეული აღქმით და შემდგომ იცვლება უკვე ჩვენ სივრცე, ჩვენ სირგვლივ სამყარო, ხო?
და პირველი ვარიანტი ზოგი თქვენგანის შემთხვევაში აქ რა თქმა უნდა ივნისის თვეშივე დაიწყებს ყველაფერი ინტენსიურად შეცვლას, მაგრამ ზოგი თქვენგანის შემთხვევაში აქ ივნისის თვეში უბრალოდ რაღაც მცირე დიცვლილებები მოხდება. პლუს ამასთან ერთად თუ რომელიმე თქვენგანს გქონდა რაღაც გარკვეული სამსახურეობრივი კარიერული პრობლემები, ეს პრობლემები ნელ-ნელა დაიწყებს მოგვარებას, სამწუხაროდ მოგვარდება მეთქი თავიდან ბოლომდე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ დაიწყებს ნელ-ნელა მოგვარებას და ნახეთ თავისით გადახტა კვერთხების რვიანი. ამოღება მინდოდა და ნახეთ რამხელა სისწრაფით გადახტა. კვერთხების რვიანი ეს არის ესეთი სისწრაფის არკანი სხვათა შორის, ამიტომაც ეს იყო ძალიან ირონიული და ძალიან საინტერესო. როგორც ჩანს, სამყარომ გვაჩვენა ის, რომ გარკვეული უცვლელი სწრაფი პროცესები მიედინება უკვე თქვენს რეალობაში ივნისის თვეში. განსაკუთრებით ქალბატონებო, თქვენ შემთხვევაში აქ ჩანს კარიერული წინსვლა და ნახეთ წინსვლა თავდაჯერებულობისა და ქალური ენერგიის თვალსაზრისით. ქალი ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ მდგომარეობაში არის ქალი, მეგობრებო. გასაგები არის, რომ ბევრ თქვენგანს შეიძლება აკლდეს სიყვარული, ბევრ თქვენგანს შეიძლება ჰქონდეს რაღაც დაბალი თვითშეფასება, იმიტომ რომ თვითონ პატრიარქატული კულტურა მუდმივად გვაჩეჩებს, რასაც ქვია, ძალიან ბევრ კომპლექსებს, ის რაც ბუნებრივია, იმაზე გვეუბნება, რომ ეს არის რაღაც ძალიან არაბუნებრივი, რაღაც ძალიან ბინძური, რაღაც ძალიან ცუდი და ასე შემდეგ. მოკლედ საკითხს რომ არ გადავუხვიოთ, აქ მოდის თქვენი თვითშეფასების ცვლილებებიც. ასევე ივნისის თვეში ძალიან კარგი იქნება ვიზუალური ცვლილებები, ვისაც გინდოდათ, მაგალითად არ ვიცი, თმის შეღებვა, გადაღებვა, რაღაც სხვა ვიზუალური ცვლილებები გინდოდათ, შესაძლებელია. და ნახეთ, ახლა თქვენ შეიძლება იყოთ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც არ იცით რა გააკეთოთ, არ იცით სად აიღოთ მიმართულება, სად აიღოთ გეზი, ხო? როდესაც ძალიან ბევრი სიტუაცია არის გაურკვეველი, გაუგებარი, ეს სიტუაციები მოგვარდება. მოგვარდება აუცილებლად ძალიან მალე, იცოდეთ ეს. რომც გეჩვენებოდეთ, რომ ასეთი გაურკვეველი დარჩება. რაც გაურკვეველი არის ახლა თქვენთვის, ის რაზედაც ახლა ყველაზე მეტად დარდობთ, ზუსტად ის აუცილებლად მოგვარდება. პირველი ვარიანტი. მოდით ახლა თითო-თითო არკანით ვნახოთ სხვადასხვა ასპექტები თქვენთვის. პირველი ვარიანტი, აბა, რა ელოდება პირველ ვარიანტს? ზოგადად ვნახოთ თქვენთვის ივნისის თვის არკანის წამყვანი ენერგია. და ეს გახლავთ არკანის ზომიერება. ჰარმონიზაცია, სიტუაციის ჰარმონიზაცია, შემოქმედებითი ენერგია, ჰარმონია, ზოგადი ბალანსი, შინაგანი. როდესაც თქვენ არსად არ ჩქარობთ, როდესაც ყოველი პროცესი არის ბეჯითი, ნელი, მაგრამ ძალიან სწორი. როდესაც თქვენ ხართ ჰარმონიაში საკუთარ თავთან, საკუთარ ჭრდილებთან, საკუთარ ბნელ მხარესთან. როდესაც თქვენ ნელ-ნელა გადადიხართ უკვე იმ მდგომარეობაში, როდესაც შედიხართ მეტ სიწყნარეში, ხო? კარგით, ვნახოთ აბა პირველი ვარიანტისათვის ივნისის ფინანსებისთვის არკანი. ფინანსები გახლავთ ქურუმი კაცის არკანი. ნუ აქ ძალიან ბევრი ახალი ანალიზი მოდის, მეგობრებო, ძალიან ბევრი ახალი ცოდნა. ეს უფროსი არკანი გახლავთ და როგორც ჩანს, მე პირველი ვარიანტი უკაცრავად ტრანსფორმაციებით ახსოვსეთ ვეგექნებათ. და ნახეთ, ქურუმი კაცი მეტყველებს რის შესახებ. ნუ პირველ რიგში გაფრთხილებას მოგცემთ და გასაგები არის, რომ შეიძლება გაინტერესებდეთ, ნუ რადგანაც აქ ხართ ალბათ გაინტერესებთ ტაროლოგია, ეზოთერიკა და ასე შემდეგ, მაგრამ ინფორმაციული ფილტრი ჩართეთ. არა მხოლოდ მაგიურ სფეროში, არამედ ზოგადად ჩართეთ ინფორმაციული ფილტრი. ნუ უჯერებთ აბსოლუტურად ყველაფერს და კარგად დააკვირდით, რა სახის ინფორმაციით ყვებავთ საკუთარ თავს. გასაგები არის ის, რომ უნდა იცოდეთ სამყაროში რა ხდება და ასე შემდეგ. ძალიან ბევრჯერ გამიგია ბევრი ადამიანისგან ეს ფრაზა, მაგრამ ხანდახან მიეცით საკუთარ თავს და საკუთარ გონებას იმის საშუალება, რომ დაისვენოს ნეგატიური ინფორმაციისგან, იმიტომ რომ ეს ნეგატიურად მოქმედებს ხოლმე თქვენს ფინანსებზე. პლუს ამასთან ერთად ფინანსური კარიერული თვალსაზრისით აქ მოდის გაცნობიერება. იცით როგორი მომენტი, როდესაც
თქვენ მიდიხართ რაღაც კონკრეტულ დასკვნამდე, რომ აი თურმე რატომ არ გამომდიოდა, აი თურმე ხელს რა მიშლიდა. ასევე ჩემი კოლეგებისთვის ვიტყოდი იმას, რომ თქვენს შემთხვევაში აქ არა მხოლოდ ჩემ კოლეგებს, სხვათა შორის, არამედ ყველა ადამიანს, ვინც მუშაობს რაღაც ისეთ სფეროში, როგორიც არის ფსიქოლოგია, შეიძლება რაღაცას ასწავლიდეთ, ხო, რაღაცის ტრენერი იყოთ, მასწავლებელი იყოთ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, იცოდეთ, რომ ის ცოდნა, რომელსაც თქვენ გადასცემთ, ივნისის თვეში იქნება მაქსიმალურად მომგებიანი თქვენთვის ფინანსური თვალსაზრისით. გაიცით თქვენი ცოდნა. გაიცით და იცოდეთ თქვენი ცოდნის ფასი. და ნახეთ გასაღებები, მეგობრებო, გასაღებები. იხსნება თქვენთვის ახალი შესაძლებლობები და ახალი კარები. კარგით. პირადში რა გელოდებათ პირველი ვარიანტი, ივნისის თვეში პირადი როგორ განვითარდება თქვენთვის? ხმლების ცხრიანი, მეგობრებო. რატომ ვიწყდით? პირველ რიგში, ვისაც პარტნიორი არ ყავთ, მე თქვენ გეტყოდით იმას, რომ ზედმეტად ხო, პირველ რიგში ზედმეტად ნუენდობით ადამიანებს, ამით დავიწყოთ და მეორე რიგში გავფრთხილდით ნერვებს რა. უბრალოდ გავფრთხილდით ნერვებს, იმიტომ რომ აქ მე ვხედავ არა რაღაც გულის ტკენას, არა ცრემლებს, არამედ ისეთ პროცესს, როდესაც ადამიანი თავად იგდებს თავს რაღაც გარკვეულ ფოთვებში, გააზრებლად თუ გაუაზრებლად, ამიტომაც თუ ადამიანი იქცევა თქვენთან მიმართებაში გაურკვევლად, ან თუ ადამიანის გრძნობები, ემოციები არის თქვენთვის გაუგებარი, გაურკვეველი, უბრალოდ, გექნებათ ამ ადამიანის იმედი. თუ ვერ ხვდებით ადამიანს მოსწონხართ თუ არ მოსწონხართ, არ მოსწონხართ, მორჩა და გათავდა. გასაგები არის, რომ ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური და შეიძლება ადამიანს გრძნობები ჰქონდეს და ასე შემდეგ, მაგრამ იფიქრებთ, რომ იქნებდა მოვწონვარო. ხვდებით ხომ, გავფრთხილდით ნერვებს. გავფრთხილდით ნერვებს. უფრო მარტივი თვალით შეხედეთ გარკვეულ პროცესებს. სულ ეს არის პირველი ვარიანტი. და მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. და მეორე ვარიანტი ვნახოთ, თქვენ რა გელოდებათ ივნისის თვეში, თასების პაჟი. რაღაც ახალი ინტერესები მოდის აქ. მეორე ვარიანტი, ახალი ინტერესები, ახალი ადამიანის მიმართ სიმპათია შეიძლება იყოს, ან პირიქით ახალი ადამიანის მხრიდან სიმპათია თქვენს მხარეს. უფრო თითქოს კონკრეტულ ადამიანს ვხედავ, რომელიც თქვენკენ მოდის გარკვეული აღიარებებით, გარკვეული ასეთი light მსუბუქი სიყვარულებით, პატარ-პატარა კომპლიმენტებით. ეს არის პაჟი, მეგობრებო. პაჟი არ არის ვიღაც მაინც და მაინც სერიოზული, პაჟი არის ყოველთვის რაღაც საწყისი ეტაპი, როგორც გრძნობებში, ემოციებში, ასევე ურთიერთობებში. კარგით, ვნახოთ აბა, რა ელოდება მეორე ვარიანტს ივნისის თვეში. კვერთხების 7-იანი, განდეგილი, კვერთხების 2-იანი, ძალა, ხმლების 10-იანი, ხმლების 2-იანი, პენტაკლების 6-იანი, პენტაკლების ტუზი. მეგობრებო, აქ მე ვხედავ საკუთარ თავში ჩახედვის პროცესს, რომელიც შესაძლოა საერთოდ არ იყოს თქვენთვის სასიამოვნო, სადღაც იყოს მტკივნეულიც კი, ზოგი თქვენგანის შემთხვევაში. ეს არის პროცესი, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ასეთ გაცნობიერებას, ასეთ სიღრმისეულ ანალიზს, სადაც ვფიქრობთ, სად მივდივართ, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და რა თქმა უნდა, ასეთი აზრები, როდესაც იბადება, ამ დროს იბადება ხოლმე ეგზისტენციალური კრიზისი, ეგრეთ წოდებული, იბადება ცოტა დეპრესიული მდგომარეობა, იმიტომ რომ ბევრი რაღაც არის ხოლმე გაურკვეველი, მაგრამ ასეთი პროცესები არის საჭირო იმისათვის, რომ სწორად მოვახდინოთ საკუთარი რეალობისა და ცხოვრების დაბალანსება. და როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, აქ რაღაცეები შეიძლება საერთოდ არ იყოს სასიამოვნო თქვენთვის, რაღაც გარკვეული ფიქრები, ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება აღიქვათ როგორც კონფლიქტი შინაგანი, როგორც კონფლიქტი საკუთარ თავთან.
მაგრამ ნახეთ, მიუხედავად ამისა, თქვენ შეძლებთ, რომ მაქსიმალურად სწორი დასკვნები გააკეთოთ, იმიტომ რომ აქ არის საკუთარ თავში ჩახედვა და ეს ჩახედვა თქვენ გჭირდებათ. გინდათ არ გინდათ, აქ სამყარო თქვენ აუცილებლად ჩაგახედებთ საკუთარ თავში ამა თუ იმ გზებით და უმჯობესია, რომ თქვენ თავად შეუწყოთ სამყაროს ამაში ხელი. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ცოტა უფრო მტკივნეული გზებით შეიძლება მოგიწიოთ საკუთარ თავში ჩაღრმავება და ჩახედვა. აქ მოდის გავიმეორებ გადაფასება საკუთარი პრინციპებისა, შეხედულებებისა, სურვილებისა, გადაწყობა საკუთარი რეალობისა, მენტალური, ხო? ანუ როდესაც იცვლება ჩვენი ცნობიერი, ჩვენი სამყარო ისეული აღქმა და როდესაც ვფიქრობთ რა უნდა შევცვალოთ და როგორ უნდა შევცვალოთ. და ეს ფიქრები ხანდახან ნამდვილად მძიმე და არასასიამოვნო შეიძლება იყოს. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, საკუთარ თავში თქვენ შეძლებთ რომ აღმოაჩინოთ ძალიან დიდი ძალა, უდიდესი ძალა და პლუს ამასთან ერთად ახლა რა სიტუაციებშიც ხართ აი შეიძლება უკვე იყოთ ამ კუთხით ცოტა მძიმე ენერგიებში და ამ ენერგიებიდან აუცილებლად გამოხვალთ და ასევე გაგახარებთ იმით რომ თუ თქვენ გქონდათ რაიმე სახის ფინანსურ, მატერიალური ან კარიერული პრობლემები ან ზოგადად კარიერასთან დაკავშირებით ვერ ხვდებით სად მიდიხართ, სად მიიმართებით და რა და როგორ უნდა გააკეთოთ, გაგახარებთ მოგვარდება სიტუაცია. მოგვარდება აუცილებლად გააკეთებთ სწორ დასკვნებს და მეცაც ვიტყვი აქ ძალიან დიდი ალბათობით მიიღებთ დახმარებას ან სამყაროსგან, ან სამყარო გამოგიგზავნით კონკრეტულ ადამიანს დასახმარებლად. კონკრეტული ადამიანი მოვა თქვენს რეალობაში, ვინც დაგეხმარებათ მაგალითად ან ფინანსურად, ან დაგეხმარებათ სამსახურის პოვნაში, ან დაწინაურებაში, ან შეცვლაში, ან რაღაც ასეთი. შეიძლება უბრალოდ ვიღაც დაქალმა მაგალითად გითხრათ რომ აქ და აქ არის ვაკანსიაო, ასე უცებ წამოწდეს, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ იცოდეთ რომ აქ სამყაროსგან მოვა ასეთი საჩუქარი ადამიანის სახით, დიდი ალბათობით. უმეტესობასთან ადამიანის სახით მოდის. კარგი, ძალიან დიდი მადლობა პირველი ვარიანტი და მოდით ახლა ცალ-ცალკე ვნახოთ სხვადასხვა ასპექტების კუთხით რა გელოდებათ. ზოგადად ვნახოთ მეორე ვარიანტისათვის უკაცრავად, წეღან მგონი პირველი ვარიანტი მეთქი. კარგით. მეორე ვარიანტის ივნისის თვის წამყვანი ენერგია რა იქნება? აბა ვნახოთ, წამყვანი არკანი. და ეს გახლავთ პენტაკლების რაინდი. ნამდვილად არ არის ცუდი ენერგია, ეს არის ენერგია, სადაც ჩვენი ფინანსური ენერგია იზრდება, ვითარდება, სადაც არის კარიერული და ფინანსური მოძრაობა, წინსვლა, სამსახურის პოვნა თუ გინდოდათ იპოვით, თუ გინდოდათ კარიერული წინსვლა, პატარ-პატარა ნაბიჯები მაინც აქ აუცილებლად იქნება. ასევე თუ თქვენ მაგალითად მუშაობთ კლიენტების რაოდენობაზე, აქ კლიენტები აუცილებლად გეყოლებათ, ამასთან დაკავშირებით არც იდარდოთ, ეჭვიც კი არ შეგეპაროთ, წამოვა ბევრად უფრო ინტენსიურადაც კი, სხვათა შორის, ვიდრე თქვენ ამას ელოდებით. ასევე პენტაკლების რაინდი, ეს არის სწორი ფინანსური მიმართულების აღება და წინსვლა ამ მიმართულებით, ხო? როგორც ჩანს, თქვენთვის მეტი კონცენტრაცია ივნისის თვეში იქნება ფინანსებზე, მაგრამ არა ნეგატიური, არამედ პირიქით დადებითი თვალსაზრისით. ახლა ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს ივნისის თვეში ფინანსების კუთხით და შემდგომ სასიყვარულო კუთხით. ფინანსების კუთხით, პენტაკლების ორიანი. ეს არის ბალანსის პოვნა, ფინანსური ბალანსის პოვნა. მეგობრებო, თავდაპირველად განსაკუთრებით თვის დასაწყისში შესაძლებელია იყოს გარკვეული ფინანსური პრობლემები, გაურკვევლობები, დაბნეულობა, არეულობა, დისბალანსი, მაგალითად, როდესაც ფული ხან არის, ხან ძალიან არ არის, ან თუ მაგალითად თქვენს კლიენტებზე მუშაობთ ისევე როგორც მე, მაგალითად, ხო, კლიენტების რაოდენობა, სადაც მნიშვნელობა აქვს რაღაც ისეთი სამსახური, ვისაც გაქვთ, აქ თავდაპირველად შეიძლება იყოს რაღაც ისეთი ენერგიები, სადაც ხან ერთიანად მოდიან ადამიანები ძალიან ინტენსიურად და ძალიან ბევრნი, ხან კი უცებედად ყველა ქრება ისე თითქოს არც არსებობთ და დასტის ძირზე მყავს პენტაკლების ცხრიანი, მეგობრებო. მოგვარდება თქვენი ფინანსური პრობლემები. მოგვარდება და ძალიან დიდი ალბათობით ეს კრიზისული მომენტები ერთ კვირაზე მეტი არ გაგრძელდება. დიდი ალბათობით ერთი კვირას კი არ გაგრძელდება. დიახ, დიდი ალბათობით ერთი კვირაც კი არ გასტანს თქვენი ფინანსური კრიზისი, ვისაც გაქვთ. კარგით, დავამატოთ არკანები და ვნახოთ აბა რა ელოდება მეორე ვარიანტს ივნისის თვეში ფინანსების მეთქი სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით.
რა ელოდება მეორე ვარიანტს? სასიყვარულო ურთიერთობებში, აბა, სასიყვარულო ურთიერთობების არკანი, თასების ტუზი. ძალიან ბევრი გრძნობები, ძალიან ბევრი ემოციები, ძალიან ბევრი სიყვარული. და მეგობრებო, აქ არის ასეთი სხვაობა. აქ მე ვხედავ ორ სიტუაციას, სადაც ან თქვენ ხართ ძალიან შეყვარებული, ასხამთ ძალიან ბევრ ემოციებს, სადაც თქვენში არის ძალიან ბევრი და ძალიან ინტენსიური გრძნობები კონკრეტული ადამიანის მიმართ, მაგალითად თუ თქვენ ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე არ ყავთ პარტნიორი, არ ყავთ შეყვარებული ან მეუღლე, აქ ძალიან დიდი ალბათობით ვიღაც ახალი ინტერესი გაგიჩნდებათ რომანტიკული ასპექტით. ვისაც ყავთ, აქ იქნება ურთიერთობის ჩაღრმავება, ემოციების ჩაღრმავება ურთიერთობაში და ასევე ვისაც არ ყავთ, თქვენთვის აქ ვხედავ მეორე ვარიანტს. ნახეთ, დაახლოებით სადღაც 30% თქვენგანისთვის რეზონირდება ისე, რომ თქვენ გაგიჩნდება ძალიან ძლიერი ფიქსაცია კონკრეტულ ადამიანზე, მაგრამ დანარჩენი 70%-ისთვის დაახლოებით აქ რეზონირდება პირიქით, სადაც თქვენ არა მხოლოდ თქვენ გრძნობთ ამ ემოციებს, არამედ სადაც სხვა ადამიანი გავსებთ თქვენ ძალიან ძლიერი სასიყვარულო ემოციებით. სადაც აქ არის ძალიან ბევრი სიყვარულის გამოხატვა, სიმპათიის გამოხატვა და სტისიერზე მყავს აქ ქურუმი ქალის არკანი. სასიყვარულო ურთიერთობებზე როგორც ჩანს გაშლა ცალკე უნდა გავაკეთო, შემდგომ გავაკეთებ აუცილებლად. ხო. ნებისმიერ შემთხვევაში აქ არის ბევრი სიყვარული და ინტენსიური ემოციები მეორე ვარიანტი. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით, წარმატებები, ნაყოფიერი დრო და ნახვამდის.